ჩემი აზრით 4 არის აი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი თაღლითობა ქართულ პოლიტიკაში. ნორმალური მედია იქნებოდა თუ პოლიტიკოსი იქნებოდა დასვამდა შეკითხვას ვინ არის პასუხისმგებელი. რა არის გეგმა? მოვიდეთ ბავშვებთან ერთად, ვინც მიდის ბავშვებთან ერთად, ძაღლთან ერთად მოვიდეს თუ მოვიდეს ხელკეტებით. თავისი შინაარსით სხვა რამე კი არ არის თაღლითობა. უბრალოდ ასეთი თაღლითობა ბევრი შერჩენიათ ამ ქვეყანაში. წახვალ რამდენიმე თვე ციხეში ჩაჯდები და აი ის რო ხოცები მარტო დატოვებ პარლამენტში შეგრჩება. წახვალ აი ესე თაღლითობა ჩაიდენ, მე გამოძვრები ამ თაღლითობიდან, იმიტომ რომ შენი მედია დაგეხმარება, ხო რამდენიმე თვე ციხეში ჯდომა დაგეხმარება, კიდე რაღაცას გამოხვალ აგინებ ხომ ახლა ბიზნესს და ხალხი ჩათვლის რომ იცი რა, აუ ეს ყოფილა თუ ნამდვილი ოპოზიციონერი. და საბოლოო ჯამში აქ ზიანდება ქართველი ხალხის ინტერესები. იქიდან გამომდინარე რომ ქართველმა ხალხმა 60 კაცი შეუშვა პარლამენტში მინიმუმ და ეს იმიტომ შეუშვა რომ აი ეს რაც მოაწყვეს ქართველებმა ხოცებმა იმასთან რა ქვია კანონების გამკაცრება, ჯარიმების გაზრდა, 1000-ნაირი შეზღუდვები, რაც ბოლო პერიოდში აკეთეს. აი იქ რო 60 ოპოზიციონერი, მართლა ოპოზიციონერი პარლამენტში მისდარიყო. ხო ეს ბევრად რთული იქნებოდა და თუ ძალიან მაგარი 60 კაცი იქნებოდა, ხო შეუძლებელი იქნებოდა. წარმოვიდგინეთ, ვიღაც ადამიანები არიან, რომელიც ამბობენ, რომ მე ლეგიტიმაციას არ მივცემ ამ იმას და არ მივდივარ არჩევნებზე. მოდით ერთი წამით გავიგვიძოთ 5 ოქტომბერია. 5 ოქტომბერს შენ რომ არ მიხვედი, აქციამ რო წარმატებით ვერ ჩაიარა და უფრო მეტი ქოცი როა საკრებულოში. ეს ქართული ოცნების წისქვილზე წყალის დასხმა თუ ლეგიტიმაციის პრობლემას აჩენს. თუ ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს ქოცებს, ამაზე მეტი ლეგიტიმაციის ნაკლებობა რა უნდა იყოს მარტო ზიან პარლამენტში. პარლამენტის შენობა უზარმაზარი შენობა არის ქოცების ოფისად ქცეული. და ყველას ესმის რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევრის ნება საერთოდ არ არის პარლამენტში. მეტი ლეგიტიმაცია დაკარგული რა უნდა იყოს. და თქვენ რამე შეატყვეთ რომ ქოცები ამაზე ძალიან ღელავენ და ამან ხელი შეუშალა მათთვის მავნე კანონების მიღებაში, ჯარიმების გაზრდაში, რეპრესიულ წნეხში, არაბაში, ხო არ გაუზრდია ზუსტად ასე. საკრებულოში ხუთში რო გავიღვიძებთ და უცბად აღმოჩნდება რომ ყველა ზოგი ციხეში წავიდა ხტუნვახტუნვით, ზოგი სადღაც სხვაგან წავიდა და უცხოეთთან დაუწყებს ბრძოლას უცხოეთში. ასე უყურებთ პროცესს? ასე არის მოწყობილი იმისთვის რომ ოპოზიციური ამორჩევლის ხმებით საკრებულოში იჯდნენ ქოცები, როგორც ოპოზიციური ამორჩევლის ხმებით პარლამენტში 100% ქოცები ზიან, გესმით? არავინ არაფერს არ გეუბნება 4-ში რა მოხდება და ფაქტობრივად საკრებულოებსაც ქოცებს ჩუქნი არჩევნებზე არ მისვლით. ეს რანაირად შეიძლება იყოს რაციონალური? ახალმა ხალხმა დაიმახსოვროს, როგორც ახლა 4 არის თაღლითობა, ისე 26-ის მერე რაც მოხდა ის იყო თაღლითობა და ეს თაღლითები უნდა გააძევოს პოლიტიკიდან.